გასრულდა პიაცას მოედანზე ფესტივალის დასკვნით საღამოს 3000 ადამიანი დაესწრო. ორი გრემისა და MTV-ს მრავალი ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი ბათუმს ერთი დღით სტუმრობდა. მუტკაციან ბენდთან ერთად მეისი გრეის ცნობილ ჰიტებს 2 საათის მანძილზე ასრულებდა. R&B-სა და პოპის საუკეთესო შემსრულებელმა ყველასთვის ნაცნობი სიმღერები პიაცაზე შეკრებილი 3000-ზე მეტი მსმენელისთვის აჟღერა. მეისი გრეისა და ქართველი მსმენელის შეხვედრა იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ საღამო კონტრაქტის მიხედვით დაგეგმილ დროზე დიდხანს გაგრძელდა. თანამედროვე მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა შემსრულებელმა მსოფლიო ტურნე სწორედ ბათუმის ჯაზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტით დაასრულა. ძალიან დიდი მადლობა ვიდებით მეისი გრეისზე. მაგარია ვარდო, ეგ მაგარი შავიზღვისპირეთის ტრადიციული ჯაზ ფესტივალის გამორჩეულმა მონაწილემ ღირსისფერს სპეციალურად მოწყობილ საკონცერტო სივრცეში ყველაზე მეტი მსმენელი გააერთიანა. ბათუმურ კონცერტზე ფსევდონიმით ცნობილი მომღერალი ნატალი რენე მაკინტაირი 6-კაციანი ბენდით წარსდგა. ნაცნობი სიმღერების გარდა მეისი გრეიმ საღამოს ბოლოს რამდენიმე კომპოზიცია ახალი ალბომიდან შეცვალა. არქი საღამო გამოვიდა, ბათუმი ძალიან მომეწონა. ემოციამ, რომელიც მსმენელში დავინახე, უფრო მეტი ენერგია მომცა. ჩემი ევროტური სწორედ ამ ფესტივალში მონაწილეობით დასრულდა. მიხარია, რომ მაყურებელი კმაყოფილი დარჩა. ძალიან ენერგიული კონცერტი იყო, საინტერესო და აქტიური მსმენელი დაგვხვდა. მიხარია, რომ ჩამოვედით ბათუმში. ორი გრემისა და MTV-ს ორი ჯილდოს მფლობელმა ჯგუფის ახალ ბექ-ვოკალისტთან ერთად ძველი სიმღერები მისთვის დამახასიათებელი მანერითა და განსხვავებული იმპროვიზაციით ჰქონდა. მისი მოღვაწეობის სტატისტიკა არის ძალიან შთამბეჭდავი, გნებავთ გაყიდული ალბომების რაოდენობით, გნებავთ სხვადასხვა მიღებული ჯილდოებით. მაყურებელმა როგორ მიიღო, თქვენ თვითონ ნახეთ. სრულ თავდადობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ ვფიქრობ ფესტივალი შედგა. შესანიშნავი და დაუვიწყარი საღამო იყო, თვითონაც მეისი გრეიმას თქვა, რომ ესეთი კარგი დრო და ესეთი სიამოვნება მსმენელისგან არ მივიღე არასოდეს. მან იმღერა ზუსტად ორი იმდენი, რამდენიც უნდა ემღერა მოლაპარაკების ხელში კონტრაქტის მიხედვით. იმიტომ რომ ძალიან მოეწონა მსმენელი. ორგანიზატორების თქმით, კონცერტმა მოლოდის გადააჭარბა. ამერიკელი მომღერალი ქართულმა მელომანებმა მისზე 3-ჯერ დააბრუნეს. ბათუმის ჯაზ ფესტივალი, რომელიც 19 ივლისს გაიხსნა, გუშინ გვიან ღამით მეისი გრეის ყველაზე ენერგიული სოლო კონცერტით დაიხურა.